და თქვენ ახსენეთ ჩემი მოსკოვში ვოიაჟი, იქ გარდა ეკონომიკური საკითხებისა იყო კიდევ სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, იქ წარმოდგენილი იყვნენ ინგუშეთის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან თბილ კონტექსტში იხსენებენ საქართველოსთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ, წლობით და საუკუნეებით გამტკიცებული მეგობრობაც, ჭირვარამში ერთმანეთის გამოცდაც, შეფასებაც, დანახვაც და მათ ერთის მხრივ გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი ითანამშრომლებენ, რომ მათ ჩვენ ასე ვთქვათ შუამავლის როლი შეასრულონ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგებაში. რა თქმა უნდა, მე ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ დადებითი ასე ვთქვათ კავშირები აღადგინოს ინგუშეთთან. კიდევ ვიმეორებ, ესენი არიან ჩვენი უახლოესი მეგობრები, უახლოესი ძმები, რომელთა ხელებზე არც ერთი ქართველი სისხლი არ არის ამ ეთნო კონფლიქტებში, ამ დასავლეთისგან თავსმოხვეულ კონფლიქტებში. ისინი ამას უფრთხილდებიან ძალიან და ჩვენც უნდა მოუფრთხილდეთ ამ ურთიერთობას და თქვენ როგორც აღნიშნეთ ბატონო ნიკოლოზ, აი ამ მთიელი ხალხის, ამ ჩვენი ქართველი ხალხის ამ ტრადიციების აღდგენით, ერთმანეთის მოფერებით და შუამავლობით უკვე გამარტივდება და აღარ იქნება ისეთი ასე ვთქვათ, აი წარმოუდგენელი აფხაზმებთან ურთიერთობის დალაგება, ოზმებთან ურთიერთობის დალაგება, მით უმეტეს რომ ბატონმა ბიძინამ გადადგა გონივრული ნაბიჯი და ბოდიში მოიხადა, რომელიც ასე ვთქვათ კრიტიკის კაცეცხლში გაატარეს, მაგრამ ეს იყო ნამდვილად პრაგმატული ნაბიჯი, ისე როგორც რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, როგორც ომში ჩართვაზე უარის თქმა, როგორც სანქციების მიერთებაზე უარი და ამიტომ ყველა დადებითი ვექტორები მოდის აქეთკენ. ამიტომ ეს უნდა რაც შეიძლება დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯი და არის კიდევ იქ რამოდენიმე საშუალება, რომ მაგალითად ჩვენ გვახსოვს კომუნისტების დროს მუხრანში კიდევ ის ქსნის ხეობაზე იყო კიდევ დარჩენილი, რომ დაიწყეს რკინიგზის პროექტის გაყვანა ჩრდილოეთ კავკასიასთან. ეს არის უდიდესი პროექტი, რომელიც საქართველოს რკინიგზას მილიარდობით შემოსავალს მოუტანს. იმიტომ რომ ეხლა პროექტში არის ადრეც გავაჟღერეთ და ეხლაც ვამბობ, სამხრეთი კორიდორის გახსნა. ესე იგი, წითელ ზღვაში ამ სუეცის არხის გადაკეტვის გამო გემები უვლის სამხრეთ აფრიკას, ისე შედის ევროპაში და ეხლა ძირითადად რკინიგზის ტვირთები გატარდება ირანი, ინდოეთი, ირანი, სასონხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით და ეს რკინიგზაზე გადაერთობა და გაიხსნება ეს რკინიგზა, დაიწყება ამის მშენებლობა, პროექტის განხორციელება ინგუშეთის მიმართულებით. ეს პროექტი კომუნისტების დროინდელია, დაწყებულიც იყო. ეს მისასალმებელი იქნება და ამაშიაც საქართველოს მთავრობამ უკვე უნდა რაღაც პოზიტიური გზავნილები გააგზავნოს, სადაც საჭირო. გასაგებია, მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი პროექტი არსებობს,